ჩვენ უნდა იცოდეთ, რომ არის გლობალური შეტევა დაწყებული რუსეთზე და ამ შეტევის ერთადერთი მიზანი ის არის, რომ რუსეთი წამოიყვანონ ნორმალურ, ჰუმანურ და ასე ვთქვათ, ცივილიზებულ ურთიერთობების სისტემას. ესე ვთქვათ, ჯერ შეაკავონ და მერე მოაწყო. რა თქმა უნდა. ადამიანს დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო თემაზე გაჩერეთ. რეკლამა მოგვისწრო, არ შეიძლება რომ არ გავუშვათ, რეკლამაზე გავიდეთ და ზუსტად ამ თემიდან გავაგრძელოთ საუბარი. რეკლამაა ჩვენს ეთერში. პატროგია, თქვენ ბრძანებით 12 სექტორის ცნობილ შეხვედრაზე, სტრატეგიის განსაზღვრაზე და თქვენ ფაქტურად ომი იწყება რუსეთსა და ევროკავშირის შორის. აი, გარდა ამისა, რაც მეკითხაით, ესე იგი, ფაქტურად ევროკავშირი ამბობს, რომ აი ეს ჩვენი ინტერესების სფერო არის. სომხეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის, ბელორუსიას, უკრაინას, ასე და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ასე ვთქვათ, ომი იყო საქართველოში და მთელი ომის მიზანი ის იყო ერთადერთი, როგორმე ეს ენერგეტიკული კორიდორი ერეფანი ჩაკეტილიყო შუა აზიის ენერგორესურსების გატარებისათვის საქართველოში არა სტრატეგიულ ამოცანად არის დატოვებული ასე ვთქვათ ამ კორიდორის ამუშავება მაინც. ესე იგი რუსეთმა თავის სტრატეგიულ მიზანსაც ჯამში სამოვიდა ფერეს კავკასიის პრობლემა 15-წლიანი ამდე ერეხანზე იყო. ბატონო რა თქმა უნდა რუსეთმა. ეხლა საქმე იმაში არა ბრძოლა გრძელდება მოგესწრებათ. ეხლა მე რითი თქმა მინდა, იცით აი არსებობს ესეთი მონაცემები რომ მე ბოლოს სიმწოვე მინდა დავანახო საზოგადოებას რომ ხილად იყოს ხალხი და ზოგიერთ ასე ვთქვათ ჩვენ გონიერ ასე ვთქვათ წყალებში პოლიტიკოს არ აყვეს, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცამ გადაგჩეხოთ პირდაპირ თელი საქართველოს გადაჩეხოს. საქმე იმაში გახლავთ რომ დაახლოებით 40 წელიწადში იწურება ბატონო დავით ნავთობის მარაგები და გაზის მარაგები მსოფლიოში იწურება 60 წლის შემდეგ. და ყველაზე უცნაური ის არის აქ რომ ასე იგი შეერთებულ შტატებში დაახლოებით 10-11 წელიწადში იწურება როგორც გაზის მარაგები, ისე ნავთობის საკუთარ მარაგებებზე ლაპარაკი და ამის შემდეგ ის მთლიანად უკვე გარედან შემოტანილი რესურსებზე იქნება დამოკიდებული, ხოლო ევროკავშირი დაახლოებით 8-9 წელიწადში. და ისიც მთლიანად უკვე იქნება დამოკიდებული და ამიტომ ეს 4-5 წელიწადი არის, რომელიც გადაწყვიტავს საერთოდ გლობალურად გარკვეულ უძინესია ჩვენთვის. და უძინესი იქნება, იმიტომ რომ ძირითადი სცენარები განვითარდება აი ამ კავკასიის რეგიონში, იმიტომ რომ ეს არის ჯერჯერობით ერთადერთი ალტერნატიული გზა, რომლის საშუალებით შეიძლება შუა აზიის, ანუ თურქმენეთის, უზბეკეთის და პლუს აზერბაიჯანის, ასე ვთქვათ, რესურსებმა უშუალოს ევროკავშირს, ასე ვთქვათ, ენერგოდამოუკიდებლობისას. ამიტომ ნუ დაუჯერებთ იმ ხალხს, რომელიც გამოდიან და გეუბნებიან, რომ ჩვენ იცით რა, ჩვენი პოლიტიკა და ჩვენი რაღაცა არ გამოვა. ჩვენ და გამოუკიდებელ, ასე ვთქვათ, გამოუკიდებლად ხდება ეს პროცესები გარე და იმხელა სიმძლავრის ძალები მოქმედებენ ამაში, რომ ჩვენ თუ გონიერად არ მოვიქცეთ, თუ არ მოვიქცეთ ფრთხილად არა, ისე გავცრისავენ და არავინ არ დაგინდობთ. არავინ არ დაგინდობთ, იმიტომ რომ ისეთი საფრთხო მნიშვნელოვანი ინტერესებია. თქვენ ეხუბრებით, მაგრამ 500 მილიონი არის ევროკავშირი. 300 მილიონი არის ეს არაფია, შეერთებული 500-ია უკვე. 450-ია. 500 მილიონია. 300 მილიონზე მეტი გახდა შეერთებული შტატები. ვინა ვარ ჩვენ იმისათვის, რომ აი ამათ ესე იგი წინააღმდეგობა გავუწიოთ. ჩვენი მთელი ამოცანა ახლა შედგება იმისათვის, რომ ისე განსაზღვროს საქართველოს, აზერბაიჯანმა და სხვებმა თავისი პოლიტიკა, რომ არ გაისრისოს ამ ომში და ისე მოახერხოს, რომ ისეთი მიმართულება აირჩიოს, რომ თავისაგან სარგებელი მიიღოს პლუს. როგორ მიიღოს? ეს არის ძალიან მარტივი. ჩვენ უნდა განსაზღვროთ ჩვენი რეალური მიმართულება, თუ ჩვენ მივცემთ საშუალებას იმ ხალხს, რომელსაც უნდა თუ აი ამ დოკუმენტების საშუალებით თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დავღეხმარონ არა. ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მათი ინტერესები როგორმე განხორციელებული იყოს, იმიტომ რომ თუ მაგალითად ის დიდი პროექტი განხორციელდა, მე არაერთხელ მithქვია თქვენთვის. აი ნაბუკო როქია, რომელსაც 30 მილიარდმა კუბურმა მეტყვა უნდა გაიაროს უზბეკეთის, თურქმენეთისა და აზერბაიჯანის გაზმა. ჩვენ იქიდან რჩება მინიმუმ ვიძახი. დაახლოებით 3 მილიარდი კუბური მეტრი. ამდენი 10%. 10%-ია ბატონო, დავით იქიდან რომ მოდის რუსეთის და სომხეთის რეგულაციით 10% რჩება ჩვენ იქიდან უფასო. და შაღდენიზი და 5%.
აქედან 100% იქნება. თავი ვაჭრობის ამბავია, იმდენად სტრატეგიულია. ჩვენ სულ გჭირდება 4 მილიარდი კუბომეტრი, ჩვენ რომ მოგცა. ამდენი 2.5 ხელამდე ყოფნა. ჩვენ ეს არის ჩვენთვის, როგორც იცით, ჩვენ ყველაზე განვითარებული ქვეყანა შეიძლება შევძლებთ მრეწველობის პროცესში. იმიტომ რომ იქ სადაც იაფი გაზი გექნება, იაფი ენერგორესურსი, ამას დაამატეთ ჩვენი მდიდარი ჰიდრორესურსები და თქვენ მიიღებთ ქვეყანას, რომელშიაც ყველა იქნება დაინტერესებული თავისი ასეთი მრეწველობის განვითარებისა და თავის სამრეწველო კაპიტალის ჩადებისა, რა თქმა უნდა, ჩვენ გახსნილობით უფრო იაფი გაზი გვექნება, ვიდრე წარმოებულ ქვეყანას, ვიდრე თურქმენეთს და ვიდრე აზერბაიჯანს. შეხო ხარჯები არა გვაქვს იმაზე ექსპლუატაციაზე, გეთანხმები. ხაერიდან ნაბუდაკი. ამაში არის საქმე. მიავლაპარაკობ პროექტები განხორციელდა, ამდენად გაცვლილი იქნება ქვეყანა, ასე ვთქვათ, სხვადასხვა აგრესიისაკენ. ამიტომ ვამბობდი და ვიმეორებ, რომ ჩვენი საგარეო კურსი თუ არ იქნება წესად გამოხატული და ეს თუ არ იქნება სულთად ევროპული მიმართულებით, მიავლაპარაკობ შეერთებული შტატები და რუსები და რაღაც ეგეთი ამბავი. სულთად ევროპული მიმართულებით არა, ამ ქვეყანას პერსპექტივა არ ექნება. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ეს პროექტები რო ჩაიშალოს. ანუ დასავლეთმა და განსაკუთრებით ევროკავშირმა დაკარგოს ინტერესი რეგიონისადმი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სამუდამოდ მიბმული დავრჩებით რუსებზე, ჩვენ რუსებიდან მივიღებთ, ასე იგი, ბუნებრივ არის იმ ფაში, რასაც ესე იგი ისინი აზრიან ევროპას ამ დაახლოებით, ეხლა მეგონი 400 ასე იგი დოლარი გახდა კუბური მეტრი, ეხლა 225 დოლარად გვაძლევს 1000 კუბამეტრს. და ჩვენ არც მრეწველობის განვითარების, არასით განვითარების საშუალება არ გვექნება და მაცხოვრებას ვიქცევით და იმ გუბერნიას ვიქცევით, რომელიც აი ჩრდილოეთში ყავს და შიმშილით რო იყოთებიან ის ხალხი. და არ გეგონოთ, რომ რუსეთი გაუშვებს კიდე იმ შეცდომას, რომელიც რუსეთის იმპერიის დროს აკეთებდა და მერე საბჭოთა კავშირის დროს დააკეთა, როცა საქართველოს ასე ვთქვათ ელოლიავებოდა ქართულ ეთნიკურ ჯგუფს. აღარ გააკეთეს ამას. სამუდამოდ გადაწყვეტავს იმ პრობლემას. ისეთ ეკონომიკურ სიტუაციას შექმნის ხელოვნურად, რომ დემოგრაფიული სიტუაცია შეიცვალოს თავისთავად, ბატონო დავით. ანუ დენადობა წავიდეს და ჩაანაცვლოს, ესე იგი, რასაც აფხაზეთში აკეთებს რეალურად. ეხლა სამუდამოდ, ესე იგი, ცდილობს და გადაწყვეტოს აფხაზეთის, ასე ვთქვათ, პრობლემა ეთნიკური, ესე იგი, ცვლილებების საფუძველზე. იგივე გააკეთეს. ეს იქნება დასასრული საქართველოსა და მე უნდა უთხრა იმ ხალხს, ვინც რუსული ორიენტაციის არიან ფარულად. გარგეგონოთ, რომ ცოტა პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოს ესეთი არა. თქვენი ფულის ხოვნის გამო, ნუ გაუგებრებთ ამ ქვეყანას და საბოლოო წერტილს უნდა უსვამთ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ახლა სერიოზული შანსი იმისა, რომ ეს ქვეყანა გამოიყენოს სერიოზული კრიზისისაგან. არ იქნება ეს დააკარგულოს დასავლეთ, ასე ვთქვათ, ინტერესს საქართველოს მიერ. მე ევროპა მყავს საძველობაში, დასავლეთში იცოდეთ. არა? როგორც ინტერესს დაკარგავს იმის გამო, რომ რუსეთის ინტერესების პრობლემების შექმნას ამ რეგიონში იმთვისი დაიწყებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება ხელი დასავლეთი. აგერ იქნებით თქვენ და აგერ იქნებით ჩვენ მე. სამუდამოდ დაიკარგება ეს ტერიტორიები. ეხლა გარდა ამისა, მე უნდა გითხრათ, რომ 13 ნოემბერს მე ერთხელ თქვენთან ვთქვი, თუ არ მეშლება, მეორე დოკუმენტი იქნა მიღებული, ეს არის ძალიან ენერგეტიკული კონცეფცია, ეს არის ძალიან სერიოზული დოკუმენტი, სადაც რომლის მიხედვითაც ფაქტიურად რუსეთმა ამ ეტაპზე უარი უთხრა ევროკავშირმა უარი უთხრა რუსეთს აი იმ დიდი პროექტების ასე ვთქვათ განხორციელებაზე. აი ეს ხო გახსოვთ ის ჩრდილოეთ ნაკადი და აქეთ ბალტიის ზღვაზე რომ უნდა გაევლო 55 მილიარდი კუბომეტრის სიმძლავრე წარმოედგინეთ და აქეთ შავ ზღვაში 30 მილიარდი, ჯამში 80 მილიარდი, 85 მილიარდი კუბომეტრი უნდა მიეღო რუსეთისაგან ასე ვთქვათ ევროკავშირს. რაც რა თქმა უნდა გააძლიერებდა რუსეთის გავლენას ევროკავშირში. ამაზე უარია ნათქვამი 13 ნოემბრის ასე ვთქვათ დოკუმენტის მიხედვით და იქაც როგორც სტრატეგიული ამოცანა დატოვებული ამიერკავკასია, როგორც ესე იგი სტრატეგიული ძერέφანი. ესე იგი ბრძოლა გრძელდება ასე ვთქვათ საქართველოსთვის, ბრძოლა გრძელდება ამიერკავკასიისათვის და გინდათ, არ გინდათ, ასე ვთქვათ, მიწაში თავძრებით ჩვენ, ასე ვთქვათ, სირახნემე თავშაფრით თუ რეალურად დავიწყებთ და ეს ბრძოლა მაინც გაგრძელდება ჩვენგან დამოუკიდებლად. ამიტომ გონიერება საჭირო რომ აბრძოლის, ესე იგი, იმაში ისეთ ფლანგში არ მოხდეს, რომელიც სამუდამოდ ასე ვთქვათ გადავრჩეხავს. ეხლა მე უნდა გითხრათ, აქ თორა რუსეთს გაიმარჯვოს ამ ბრძოლაში შანსი. არანაირი შანსი არ აქვს გვეუბნებით, იმიტომ რომ ერთხელ ვთქვი და ვიმეორებ, ელემენტარული არითმეტიკის ამბავია. ეკონომიკური პოტენციალი ევროპა